დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ, გვიან კრეტასეულ პერიოდში, აზია დინოზავრებით იყო სავსე. ამ სახეობებიდან ბევრს აქვს მსგავსი ნათესავი ჩრდილოეთ ამერიკაში. ზოგჯერ შესაძლოა შენიშნავდით ნაწილობრივ მსგავსებას ცნობილ ტირანოზავრ რექსთან. ამ უძველეს ადგილებში არსებობდა საკუთარი ტირანოზავრის სახეობა. მაშინ მას სახელი არ ჰქონდა. თუმცა ეხლა ეს ფატალური ტეროპოდები ცნობილია როგორც ტარბოზავრი და დასპლეტოზავრი. T-Rexის ნამდვილი ბიძაშვილები. საბჭოთა გუნდმა ეს ტირანი გობის უდაბნოში აღმოაჩინა. მათ იპოვეს გიგანტური თავი და ზურგის ძვლები, რომლებიც მჭიდროდ წააგავდა T-Rex. თავდაპირველად ისინი დარწმუნდნენ, რომ საკუთარი ტირანოზავრი აღმოაჩინეს და დაარქვეს Tyrannosaurus batar. აღმოჩენას ასევე თან ახლდა 3 სხვა ტეროპოდი სხვადასხვა ზომის, რის შედეგადაც წარმოიშვა 2 ახალი Gorgosaurus სახეობა და Tarbosaurus, გვარი ყველაზე დიდი ჩონჩხით. მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ყველა ტეროპოდი ერთ გვარსა და სახეობას, Tarbosaurus ეკუთვნოდა. Tarbozavri ცხადი ტირანოზავრი იყო. S ფორმის კისრით, მოკლე ხელებით და კუთხოვანი თავის ძვლებით. რომელიც ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო Tyrannosaurusთან, მათ სხეულის პროპორციები, ჩონჩხი, კბილები და ენდოკრანიალური სტრუქტურები მსგავსი ჰქონდათ. Tyrannosaurus უფრო ფართო თავი და კუნთოვანი ტანი ჰქონდა. ასევე შედარებით დიდი ხელები. რაც შეეხება ტარბოზავრს, მას ჰქონდა ტირანოზავრებს შორის ყველაზე პატარა ხელები სხეულის ზომასთან მიმართებაში. თუმცა ეს განსხვავებები საკმარისი არ იყო. თავდაპირველად პალეონტოლოგები თვლიდნენ, რომ ტარბოზავრი იყო ტირანოზავრი, რექსის წინაპარი. დღეს მიიჩნევა, რომ ისინი ძმა სახეობები იყვნენ. ყველაზე ახლო ნათესავები ტირანოზავრების ოჯახში. ამ ჯგუფში, ტაირანოსაურიში, მესამე წევრია ჯუჩენგი ტაირანუსი. ყველაზე პატარა და უძველესი 3 სახეობიდან, რომელიც აზიაში ცხოვრობდა. ასევე როგორც ტარბოზავრი, არსებობდა თეორია, რომ ზოგი მათგანი ბერინგის სრუტეს გადაკვეთდა, როდესაც ის ჯერ კიდევ დაკავშირებული იყო. თუმცა ეხლა ეს მცდარი თეორია. ტირანოზავრი Rex შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული ძველი ტირანოზავრებისგან, მაგალითად დასპლეტოსაურუსიდან წარმოიშვა. ახალმა კვლევამ აღმოაჩინა კიდევ უფრო ადრეული სახეობა. Tyrannosaurus macraensis, რომელიც ტარბოზავრზე ადრე არსებობდა. ეს კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, რომ ტარბოზავრი იყო ტირანოზავრების წინაპარი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ისინი იყვნენ ახლო ნათესავები, მაგრამ არა პირდაპირი წინაპრები. მიუხედავად იმისა, რომ იყო მეორე ყველაზე დიდი ტირანოზავრი 11 ცნობილ ტაქსონომიიდან, ჩრდილში დარჩა Tyrannosaurus Rex-ის გვერდით. მისი ზომა იყო უზარმაზარი. მოზრდილი ინდივიდები დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის იყვნენ კიდურების დონეზე. მათ ძლიერი ჩონჩხი და კუნთები ჰქონდა, წონა 5 ტონაზე მეც აღწევდა, რაც მას უდიდეს ტეროპოდებს შორის მე-12 ადგილზე აყენებდა. ზოგი გიგანტური ნაშთი მიუთითებს, რომ ტარბოზავრი კიდევ უფრო დიდი იყო. ერთის თავის ქალა. 1.35 მეტრი იყო. შესაძლოა იყო მოზრდილი ინდივიდი, რომელიც 12 მეტრის სიგრძის იყო. თითქმის დაემთხვა Tyrannosaurus Rex. ამ მცირე ზომის სხვაობის მიუხედავად, ტარბოზავრი ყვავ უძლიერესი მტაცებელი იყო თავის გარემოში. მისი უზარმაზარი ყბები და საშინელი ნაკბენი, რაც ტირანოზავრებს ახასიათებდა, მას უპირატესობას აძლევდა. ტარბოზავრს ჰქონდა დიდი, საკმაოდ განვითარებული თავი, სავსე უზარმაზარი კუნთებით. მისი ანატომია გამოირჩეოდა ფართო ფენესტრით, კუნთების დასამაგრებელი ადგილი, რაც წარმოშობდა ძლიერ კბენის ძალას. დაახლოებით 703 კილოს კვადრატულ სანტიმეტრზე. ეს ნაკბენი უფრო ძლიერი იყო ვიდრე უფრო დიდი ტეროპოდების, მაგალითად გიგანოტოსაურუსის ნაკბენზე ტარბოზავრს ჰქონდა. 58-დან 54 დიდი, ღრმა ხეხის მსგავსი კბილები, მეტი ვიდრე Tyrannosaurus Rex. ძლიერი ნაკბენით ტარბოზავრი ჰიდრაულიკურ პრესს წააგავდა, მარტივად ჭყიდა კანს და ძვლებს. როგორც ძვლები, ისე იზოტოპური ანალიზები აჩვენებს, რომ იგი ჭამდა ჰიფსილოფოდონებს, ანკილოზავრებს და ტიტანოზავრებს. რიგით მეორე ბიძაშვილი დასპლეტოსაურუს, ხანდახან ცნობილი როგორც Frightful Lizard, იყო კონტინენტის მეორე ყველაზე დიდი ტირანოზავრი. სხვა ახლახან აღმოჩენილი ტირანოზავრებისგან განსხვავებით, პირველი დასპლეტოზავრის ნაშთი განსაკუთრებულად კარგად იყო შემონახული. სრული თავი და სხეულის ნახევარზე მეტი ამ უნიკალურმა მდგომარეობამ საშუალება მისცა მკვლევრებს სწრაფად დაედგინათ, რომ აღმოაჩინეს გიგანტური მტაცებელი. დასპლეტოზავრს და ტირანოზავრს ერთმანეთთან უფრო მეტი მსგავსება ჰქონდათ ვიდრე განსხვავება. დასპლეტოზავრი ცოტა უფრო პატარა იყო, გრძელი მკლავებით, პატარა ფეხებით და თვალის ირგვლივ უფრო გამოხატული კრესტებით. მათ ტვინის ფორმებიც განსხვავდებოდა, თუმცა ორივეს უცნაური თვისებები ჰქონდათ,
როგორიცაა მაღალი თვალის რკალი და ფართო ჩონჩხის საჰაერო ჯიბეები. დასპლეტოზავრი და ტირანოსაურუს რექს ერთდროულად ცხოვრობდნენ. დასპლეტოზავრი 78-დან 74 მილიონი წლის წინ, ხოლო T-Rex დაახლოებით 1.7 მილიონი წლის შემდეგ გამოჩნდა. მათი მსგავსებამ გამოიწვია კამათი მათ ნათესაობაზე. ზოგი პალეონტოლოგი თვლიდა, რომ დასპლეტოზავრი იყო T-Rex-ის პირდაპირი წინაპარი. მასსა და T-Rex შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო თავები და ზომები. დასპლეტოზავრი ცოტა უფრო პატარა იყო, თუმცა უზარმაზარი სტანდარტებით. მოზრდილები იყვნენ 8.5-დან 9 მეტრი სიგრძის და 2.2 მეტრი სიმაღლის. და იწონიდნენ 3 ტონას, რაც მათ ჩრდილოეთ ამერიკის უდიდეს ტირანოზავრებს შორის აყენებდა. ზოგი გიგანტური ნაშთი მიუთითებს, რომ ის კიდევ უფრო დიდი იყო. ყველაზე დიდი, სახელად PT3. სავარაუდოდ დაახლოებით 11 მეტრი სიგრძის და 5.5 ტონაზე მეც. დასპლეტოზავრი ავლენდა მრავალ შთამბეჭდავ თვისებას, როგორიცაა უზარმაზარი თავი, რომელიც ზოგჯერ 1 მეტრს აღემატებოდა. სქელი ნაზალური ძვლებით, ეს დიზაინი მას წარმოუდგენლად ძლიერს ხდიდა. მას ჰქონდა გრძელი კბილებით სავსე ყბები, დაახლოებით 60 კბილი, მათი ფორმა მიუთითებდა ძლიერ ნაგბენზე, რაც ცხოველებს ძლიერად კბენდა. კვლევების მიხედვით დასპლეტოზავრის ნაგბენი ძალიან ძლიერი იყო, მეორე ყველაზე ძლიერი ტირანოსაურუს რექსის შემდეგ. მის ნაგბენს შეეძლო ძვლების დამსხვრევა. უნარების ნაკლებობის მიუხედავად, დასპლეტოზავრი განვითარდა უცნაური ადაპტაციებით. განსაკუთრებით ყურადღება მიიპყრო მისმა მკლავებმა. ტირანოზავრი რექსი ცნობილია მოკლე ხელებით, თუმცა დასპლეტოზავრს ყველაზე გრძელი წინამხრები ჰქონდა სხეულის ზომის მიხედვით. თითოეული მკლავი, რომელიც დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის ჰქონდა, იყო ძლიერი და მრავალი კუნთების დამაგრების ადგილით, რაც სავარაუდოდ დაეხმარებოდა ნადავლის დაჭერასა და დაზიანებაში.